года в рамках предвыборной кампании. გასული წლის შემოდგომას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ხელისუფლების მხრიდან გაისმა ჯანსაღი და პერსპექტიული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რამდენადაც მესმის თბილის იგივე განზრახვა აქვს აფხაზეთისადმიც. ცხადია, ეს პოზიტიური გზავნილებია, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ. საქართველოსთვის რუსეთი რჩება საკვანძო სავაჭრო პარტნიორად მათ შორის მეღვინეობის მიმართულებით. მეორე მხრივ რუსეთი რჩება საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვან მიმწოდებლად. რუსეთსაც და საქართველოსაც აერთიანებთ ისტორია. არანაკლები მნიშვნელობისაა კულტურა, რელიგია და ჰუმანიტარული კავშირები. Что касается дипломатических отношений. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, საქმე გვაქვს იმ ადამიანის მემკვიდრეობასთან, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი ავანტიურისტადაა აღიარებული. ამავენაირად ახასიათებდნენ მას საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც იძიებდნენ 2008 წლის მოვლენებს. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც იქნება ქართული მხარის მზაობა. ამ მხრივ ჩვენთვის შეზღუდვები არ არსებობს.